უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600,000 პერსონალით შემოიფარგლება. უკრაინა თანახმა კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის არ შეუერთდება ნატოს და ნატო თანხმობას აცხადებს წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინა მომავალში ორგანიზაციის წევრად არ დაიშვება. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში. სანქციების მოხსნა განიხილება ინდივიდუალურად და ეტაპობრივად. რუსეთი მიწვეული იქნება დიდ რუიანში ხელახლა გაწევრიანებაზე. მოხდება ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე-ფაქტოდ რუსეთად აღიარება. მათ შორის აშშ-ის მიერ ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება არსებულ კონფლიქტის ხაზზე, რაც ნიშნავს დე-ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის გასწვრივ. უკრაინის ზალები დატოვებენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც ისინი ამჟამად იკავებენ და ეს ნაწილი ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად ჩაითვლება, რომელიც საერთაშორისო დონეზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიად ჩაითვლება. შეთანხმების ეს რედაქცია, ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად შეფასდა კაპიტულანტურ შეთანხმებას. შეიარაღებული ძალების, ასე ვთქვათ, ლიმიტის დაწესება 600,000-ით უნდა განისაზღვროს ეს ჯარი. ნატოზე უარის თმას, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი მუხლი მათ შორის ჩვენთვის. უკრაინამ კონსტიტუციით უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ნატოში არასდროს გაწევრიანდება, ხოლო მეორეს მხრივ ნატო იღებს ასევე ვალდებულებას, რომ არასდროს მიიღებს არც უკრაინას და საერთოდ აღარ გაფართოვდება ამ მიმართულებით. რუსეთი ამ შემთხვევაში დაბრუნდება როგორც დიდ რუიანში, ასევე მას მოეხსნება ყველა სანქცია და ის სრულად იქნება ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში. აქ არ გვაქვს გამოტანილი, მაგრამ ასევე ლაპარაკი არის ამნისტიაზე, რომ ომის პერიოდში როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან ყველა დანაშაულის ამნისტირება უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტერიტორიული დათმობები, რაც უწევს უკრაინას. ყველაფერი ის მერე რაც წერია, ხა უკრაინის ბენეფიტები, რომ მაგალითად ევროკავშირის ბაზარზე მას მიეცემა ლიმიტირებული წვდომა და მომავალში არ გამოირიცხება მისი ევროკავშირის წევრობა, მისი აღდგენისთვის რაღაც თანხების გამოყოფაზე შეთანხმდებიან მსოფლიო ლიდერები. ეს არის რაღაც ვიტრინაში გამოსადები დეკორაციებით. ერთი სიტყვით უკრაინას თხოვენ კაპიტულაციის გამოცხადებას.